ნამდვილი ქრისტიანი ძალიან ჩვეულებრივი ადამიანია. თუ ადამიანი რაღაც არაჩვეულებრივობას ამჟღავნებს, მაგალითად თქვა, არ იღიმება, არ გაიცინებს, არ იხუმრებს, იუმორს ვერ გაიგებს, რაღაცნაირად დადის, რაღაცნაირად იყურება, ანუ რაღაცა ისეთია, რომელიც დისკომფორტს შეგიქმნის, იქ რაღაც ეჭვებით ჩნდება უკვე, გესმით? ადამიანი ჩვეულებრივი ქრისტიანი, ჩვეულებრივი უნდა იყოს. ქრისტე იმდენად ჩვეულებრივი იყო, რომ ვერც კი ხვდებოდნენ ვინ არის, გესმით? იმდენად ჩვეულებრივი იყო. ეს არაჩვეულებრივობა სულაც არ არის კარგი რამ ქრისტიანობაში. ამას უსვავს ხას, რომ ეს გარეგნულად შეიძლება არც კი ეტყობოდეს. მის გულში ცეცხლი ანთია. მისი გული პირდაპირ ღმერთთან, ტრანსცენდენტულ ღმერთთან შეერთებულია. მის გულში ზეცაა და გარეგნულად არაფერი ეტყობა. გესმით? ეს საოცრებაა. მასში ყოველთვის საიდუმლო ღვთისმსახურება აღესრულება და ეს კი მას არც კი ეტყობა. აი ეს არის ადამიანი, რომ მდუმარებაშია. თუ ეს არ ხდება, მაშინ ადამიანი მდუმარებაში არ არის. არ ეტყობა, მაგრამ ექსტრემალურ სიტუაციაში, სადაც სხვა აფეთქდებოდა, სხვა გაბრაზდებოდა, სხვა მრისხანებაში ჩავარდებოდა, სხვა საკუთარ ეგოიზმს გამოავლენდა, პატივმოყვარეობას და ასე შემდეგ, აგრესიას, გესმით, თავდაცვის რეჟიმში გადავიდოდა და ასე შემდეგ. ასე დროს ესეთ ექსტრემალურ სიტუაციაში აი ესეთი ადამიანები სხვა რამეს ავლენენ და რას ავლენენ? ქრისტესადმი მსგავსებას. ისე იქცევიან ზუსტად, როგორც მათ ადგილას ქრისტე მოიქცევდა. აი ეს განსხვავება.